მოგეთ მოგესალმებით ყველას. დღეს ვაწყობ 400-ვადიან მონოგამაძლიერებელს. საბოლოო ჯამში ორი ცალი უნდა იწყოს და გამოვიდეს 800-ვადიანი სტერეო გამაძლიერებელი. ეგ არის დაბეჭდილი დატა, რასაც უნდა მოხდეს აწყობა. აი აქ არის კომპონენტები, კონდენსატორები, ტრანზისტორები, კერამიკულები, ელექტროლიტები, ტრანზისტორები, მოკლედ წინაღობები და აქ არის ყველაფერი. მოკლედ ახლა დავიწყოთ აწყობას და ნახავთ თუ ღირს ასე გამოწერა და ასე კით ვერსიის აწყობა. მოგლეთ ახლა ვიწყებ შასი მთავარი კორპუსის აწყობას და პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ახლა ზომებში, გაბარიტებში, მინდა რომ წინა გამაძლიერებლის გაბარიტები ქონდეს და თუ თავსდებოდა ყველაფერი, ნუ ეს გამაგრილებელი გავჭერი ერთი დიდი რკინა იყო. ლამაზად ვერ გავჭერი, მაგრამ ეს ჩამოსწორდება, ჩაიკლიბება, გასწორდება. ერთი მხარე, მეორე არხი ტოროიდალური აქ გოგირები დადგება, ეს ჩვენი ეკვალაიზერი, კიდე მეტი დაბალანსებული ხმა რომ გავაკეთო მონიტორად გამოვიყენებ ამოსილდეს და აქეთ იქნება ჩვენი დამცავი უკვე დინამიკების. მოკლედ ესეთი გამოდის და ნახოთ აბა რა შევსვარგავ ახლა. თქვენ ხედავთ ახლა რომ უკვე დასმულია, რადიატორზე დაერთებულია, დახვედილია, იზოლატორები დაყენებულია წინაც, უკანაც, ტესტერზე შემოწმებულია, ამის კორპუსიდან ტრანზისტორის ფეხებზე წრედი არ იკვრება, ანუ სრულად იზოლირებულია. დაერთებული გვაქვს უკვე კვება, ტრანსფორმატორი, რა თქმა უნდა, აი ამ წინაღობით ვარეგულირებთ, რამდენად სტაბილურია და რამდენად აღზნება, სწორად არის და არ მიდის
დიდი ძაბვა. პირველ ეტაპზე დინამიკის შეერთებული არ არის, ხმა, სადაც შედის დაწეულია. ჩუმ რეჟიმში უნდა დავასტაბილუროთ. აი ამ წინაღობებზე 0.22 ომიანებზე ტესტერი გვაქვს გაერთებული შუბებით ხედავ. აი ამაზეა მნიშვნელობა რა კომენტზე იქნება ტესტერი დაყენებული და აი ესე გამოიყურება მეგობრებო აწყობილია უკვე ჩემი გამაძლიერებელი რომელსაც თითო არხზე 400 აქვს გამომავალი სიმძლავრე და ეხლა არის ტესტირების რეჟიმში ტესტავ ბასებზე ნიზებზე ქვემოთ მაქსიმალურად დაბალი მომები და მაქსიმალურად დატვირთვა რომ მე სამე რამე ჩეპი არ მოვიდეს და არ მიღალატოს რა თქმა უნდა ნატურის გვერდის ავლით და მოდი ეხლა ცოტა ხმას აუწევ და ნახეთ ნატურაზეც როგორ ამიტომ ეხა ცლად ვერ უმაქსავ სახლის მეწოდება და არა ეხა კაი ამბავი ამის ბოლომდე აწევა ასე რომ სადღაც 70-ზე და ზვერა სადღაც 50%-ზე ეხა ვამუშავებ ხმას ნახეთ აი ეს ხო უნდა მოვიდეს აქ ბოლომდე სადღაც აი ეს არის ეხა 50% აი ეს წერტილი ნახეთ და აქ მოდის რა ეს რო დატრიალდება აი აქ მოდის მეორე წერტილი და მე სადღაც ეხა ესე ნახევარ სიმძლავრეზე ვამუშავებ საკმარისია მექნება ჩართული რამოდენიმე წუთი ან საათამდე და დავაგვირდები შეთმება არ შეთმება რადიატორები საკმაოდ დიდია მეგობრებო შეიძლება პატარა ჩანს მაგრამ საკმაოდ დიდია და ასე რომ ამას ვიმედოვნებ არ დაჭირდება გაგრილება აქტიური და დარჩება პასიურზე სხვა რა ვიცი კაბელები შეძლების დაგვარად დავალაგე დამცავი რელეები დაგვიანება ეკვალაიზერი გამართვა და ტოროიდალური ტრანსფორმატორი უკვე ჩამოვარდა რაღაცა ავტომატს მოძრა კოლოფი თავსახური მოკლედ საკმაოდ ძლიერი ბასი აქვს დამერწმუნეთ არაფერს არ გატყუებთ ინგრევა სახლი რო უწევ ძალიან მაგარი ხმა აქვს მე კმაყოფილი ვარ შედგა პროექტი ეხლა უბრალოდ ტესტირების რეჟიმში გაივლის და დანარჩენი თქვენც ნახეთ ძალიან რთულია მეგობრებო ძალიან შრომატევადია ტრანსფორმატორი აწყობა ხუთის გაკეთება და საბოლოო ჯამში აწყობა დატესტვა და ასე შემდეგ სულ კონცერტებზე დამეტესტოს ეს დასამაგრებელია კიდან დავწებავ პროექტი შედგა გამაძლიერებელი ძალიან მაგარია უკვე დანარჩენი იხილავთ კონცერტებზე ეხლა ბოლოს დავურთავ ჩვენი ერთ-ერთი კონცერტის ვიდეოს მოგეხსენებათ გახმოვანებაზე ვმუშაობ ამ აპარატურას წვეულებებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე დავატარებ ვახმოვანებ კონცერტებს და დავურთავ ერთ-ერთ ვიდეოს ეხა ამ გამაძლიერებლის დასრულების შემდეგ
ესეც ჩვენი თავსახური, რომელიც ესე ლამაზად და კოხდად დადგება და დაიბოლტება. აბა თქვენიც დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ ლაიქები, დაწერეთ კომენტარებში ვის რამდენ ვატიანი გამაძლიერებელი გაქვთ აწყობილი ყველაზე მაქსიმუმი. აი ეს დარბაზი არის გასახმოვანებელი. აქ დაიტესტება ახლა ჩემი აპარატურა. დარბაზში არავინ არის, აპარატურა აწყობილია. უკან დაჯდებიან მუსიკოსები. გახმოვანდება ბას-გიტარა, პანდური, გარმონები და დოლები. დანარჩენ ფონებს და რაღაცებს აქედან ჩავრთავ. ესეც ჩემი გმირი უსილიტელი აწყობილი, ეს ქარხნული და ესეც აწყობილი. ეს ჩემი ხელნაკეთი აპარატურა და ახლა დაიტესტება რა შარშან ჩავატარი კონცერტი უბრალოდ ვიდეო არ გადამიღია და ახლა უკვე თქვენს გაჩვენებთ. ესე ჩემი საფირმო ლოგო